რეალთან შესანიშნავი შეხვედრა იქნება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მზად ვართ თამაშისთვის. კარგად მოვემზადეთ და მადრიდის რეალის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ. მბაპე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას პატივს ვცემთ. ისევე როგორც ყველა ჩვენს მეტოქეს. თუმცა ახლა ის ჩვენი მეტოქია. როგორც კი მოედანზე გავალთ, მხოლოდ გამარჯვება გვსურს. ვერ ვიტყვი რომ ყურადღება მხოლოდ მბაპეზე უნდა გავამახვილოთ. მათ შესანიშნავი გუნდი ხავთ და პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს. ვიცით რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. როგორც ვთქვი, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და რა თქმა უნდა მასთან ერთად რეალი უფრო სახიფათო გუნდია, მაგრამ რეალი მთლიანობაში ძლიერი გუნდია. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გუნდურობა. პატივს ვცემთ მათ, მაგრამ ყოველას წინააღმდეგ ვიბრძოლებთ. მოედანზე ვინც არ უნდა იყოს. შეიძლება ცოტა დაღლილები, მაგრამ მოტივირებულები ვართ. გვინდა ამ ტურნირის მოგება. აქ ამიტომაც ვართ. ენერგია ჯერ კიდევ გვაქვს და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ. ძალიან გვიხარია რომ ერთად ვართ და ვეცდებით გუნდურად ვითამაშოთ. ოჯახივით ვართ და ყველა წამით ვტკბებით. ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს. ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული, რადგან გუნდი ვართ და ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით. მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან კარგ ტექნიკურ დავალებებს და სტიმულს გვაძლევს. ბედნიერები ვართ რომ ის ჩვენი მწვრთნელია და მისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბაიერნს, წარმოუდგენელი შეხვედრა იყო. არ მგონია რომ რომელიმე გუნდი დაუმარცხებელია, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. ვისაც არ უნდა ხვდებოდეთ. ყველა შეხვედრაში ყველაფერს ვაკეთებთ. შეგახსენებთ რომ პარი სენ-ჟერმენი 9 ივლისს 23 საათზე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. თქვენ რას ფიქრობთ? რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.